say goodbye. Hop. Hey. გაუმარჯოს, მოგესალმებით, როგორ ახართ? იმედია, კარგად ხართ, იმედია, ხოძე ხართ. ამ ვიდეოში მეგობრებო, თქვენ ნახავთ იმას, რასაც მე გადავიღებ. ანუ ფაქტიურად ეგრე გამოვიდა რა. არ ვიცი რას ნახავთ, მაგრამ იმედია საინტერესო იქნება. მე და არო მივდივართ სათევზაოდ, არ you want say hi? მე და არო მივდივართ სათევზაოდ ბასზე, ახლა გახლავთ საღამოს 6-7 საათი წუთი. დაახლოებით 7 საათისთვის ვიქნებით მდინარეზე, ცოტა წავიბასებთ. ნახოთ რა გამოვა. ხო, ეს იქნება დღევანდელი დღე და ხვალინდელი დღისთვის პატარა-პატარა სურპრიზებია დაგეგმილი, ასე რომ დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და დავიწყეთ რა ვიდეო. მოვედით მოკლედ მე და არო. ვარო. მოკლედ 1 საათი ვიმოგზაურეთ. აი ესეთი ერთი ანკესით ვარ წამოსულები, ბეიტკასტი. ჯოხი გახლავთ აბუ გარსია, ძველი ჯოხია სხვათა შორის. 7 სიგრძე, medium action-ი. რავი, ერთადერთი ბეიტკასტია მე მგონი რაც მაქვს და თუ არ ვცდები Shimano-ს 201 ბეიტკასტერი. სადყუარად გამოვიყენებთ. აი ასეთ არ ვიცი რაც გინათ ის დაარქვით, მოკლედ ასეთ სადყუარას გამოვიყენებთ სტარტისთვის. ნაპირებზე ვეცდებით თევზაობას და მე ალბათ შევცვლით სილიკონზე გადავალთ, იმიტომ რომ ამ მდინარეში ვიცი რომ სილიკონი კარგად მუშაობს და ამით სიმართლე გითხრათ არაფერი არ მყავს არასდროს დაჭერილი. მდინარე მინდა გითხრათ ჩვენივრად გამოიყურება. ხო, მართლა თუ ეს ვიდეო ავა მოდი ვთქვათ 1000 ლაიქზე მეგობრებო, წამოვალთ მე და არო აქ ერთღამეს და აქ catfish-ზე ვითევზავებთ. მოკლედ იდეა რა გვაქვს ახლა გეტყვით. ჩვენ დავიწყებთ აი იქიდან, ვიცი ერთი ადგილი. იქიდან დავიწყებთ და აი ამ სანაპიროს ასე მაქსიმალურად ვეცდებით გავუყვეთ მზის ჩასვლამდე და მზე უკვე ჩასვლას დაიწყებს, მე უკვე წამოუყვებით უკან და ამოვალთ, ამოვრუნდებით უკან. აი მეგობრებო, მოვედით ამ ადგილზე, აი ამ ნაპირებში მინდა ვითევზაო. აი ხა ასე ჩავალთ, არო კამია ბარი. ახლა განახებთ რა შვება ეს სატყუარა. ნაპირებისთვის მგონი კარგია. კაიხანია ბეიტკასტით არ მისვრია, მოდი ჯერ ისე უბრალოდ გავისროლოთ, ნახოთ რა ხდება. აი ასეთი action-ი აქვს ამას. იმედია ხედავთ. ხო, რა შეეხება რატო ავირჩიე დღეს ბეიტკასტი, იმიტომ რომ ბასზე ჩემთვის უფრო მარტივია ბეიტკასტით თევზაობა, ვიდრე ჩვეულებრივი სპინინგით. ნუ ეს მაგ დამოღამებული ბასზე და ძალიან მომწონს. თან კომფორტულიც არის ამ შემთხვევაში ახლა არა, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, დიდი ხანია არ გამომიყენებია ეს ბეიტკასტი და ცოტა გახსენება მჭირდება. აი ჯერჯერობით ვართმევთ თავს, მინდა გითხრათ. ნუ მიზროა რომ შევუცვალოთ სატყუარა მეგობრებო. აი ესე გამოიყურება ეს სატყუარა. სილიკონის პატარა თევზები გვაქვს, სხვადასხვა ფერები. ნუ აი ესე ჯიგის სტილში კეთდება, მინდა გითხრათ. ნუ ახლა ვწდით ამ ფერს და შემდეგ სავარაუდოდ გადავალთ თეთრ ფერზე, მოდ დავიწყოთ აი ამ ფერით. ხო. ბეიტკასტზე მეგობრებო ერთი ასეთი რამია, რომ არ დაგვებლანდოს ეს. ამიტომ ჩვენ უნდა მოუჭიროთ ახლა მას ტორმუზი. აი ამას რო გაუშვებთ. დააკვირდით, ეს უნდა ჩამოვიდეს ქვევით, მაგრამ როგორც კი მოხვდება, აი ეს აღარ უნდა გააკეთოს, აი ხედავთ? აი ეს მომენტი არ უნდა გააკეთოს, ეს არის წყალთან შეხების დროს, ეს უნდა გაჩერდეს და ამას ვეძახი, ამას ქვია ტორმუზი, მოკლედ ამ ბეიტკასტის. ეს უნდა დავარეგულიროთ, რამდენჯერ სიმძიმეს, ანუ რამდენჯერ სატყუარა შევუცვლით, მეგობრებო, სულ ეს უნდა გავაკეთოთ, რომ იცოდეთ. ნუ ასე მასწავლეს მე. მოდი ახლა, მოიცე კიდე. გავუშვათ კიდე ოდნავ. თან ოპ, ბევრი იყო. აი ეს უნდა იყოს თუ არ ვცდები. მოდი კიდე ერთხელ ვცადოთ. ოდნავ გავუშვათ.
აი ეს არის კარგი. წყალთან შეხების დროს აღარ ჩაიბურდება. აი ნახავთ ახლა. გენახეთ? აი მოხვდა წყალში და всё გაჩერდა. მინდა გითხრათ წელს მაინც და მაინც ახლა კარგი სათევზაო სეზონი ჯერჯერობით არ მქონია. ანუ დავიწყეთ კალმახზე თევზაობით. და რა ვიცი, როცა დრო იყო რომ კალმახი დაგვეჭირა გაზაფხულზე, მაშინ ჩამოიქცა ქვეყანა, მოკლედ 2 თუ 3 თვე ითოვა. ითოვა რაღა არის, მაგრამ იწვიმა, მაგრამ ეწვიმას ისევ თოვლი ჯობდა. მერე მეგობრებო, გაჩერდა თუ არა წვიმები, ანუ წვიმებს გულისხმობ იმას, რომ წყლები ყველა ადიდებული იყო, ანუ ეს კალმახი, გაშვებული კალმახი სულ ჩარეცხა, საწაიღო არ ვიცი, მაგრამ ამ ადიდებულმა წყალმა სულ ჩარეცხა. ასევე ის ხრელები, რაც ვიცოდი კალმახისთვის, ის ხრელები ხო დაარღვია და დაარღვია ამ 2 თვიანმა იმან წვიმებმა, მეგობრებო. და ძალიან რთული დასაჭერი გახდა. შემდეგ დაიწყო მზე. მზემ ხო თავის იქნა, ამ საერთოდ გააშრო ეს ტბები თუ დინარეები, ამოაშრო პირდაპირ ვთქვათ. და ანუ ერთი ტემპერატურა, ისე რომ ერთი ტემპერატურა ყოფილიყო 1 კვირის განმავლობაში, ანუ ძალიან რთული დასაჭერი გახდა. ეგ ტემპერატურა, ან იყო ძალიან სიცხეები, ან სულ წვიმდა. აი მეგობრებო, თეთრი ფერი დავუყენე ახლა. ნახოთ თეთრი ფერი როგორ იმუშავებს. იმედია გაამართლებს. ხო, ერთი 10 კაც გავაკეთებთ აქ და მე შემდეგ გადავალთ, ჩაუყვებით სანაპიროს. არა გაფუჭდა ეს. აი მეგობრებო, ამ სილიკონების ეს არ მომწონს, აი ესე მარტივად ფუჭდება ხოლმე, გაიხა. არო, here bud. It's a bait. ესეთი ფერი დავუყენოთ, ახლა ცოტა მოლურჯო ფერი დაყובה. რაღაცა უფრო თევზის ვიდი აქვს. წადოთ. წადოთ. Is it? No, don't eat that. They bite over. Oh wow, do you see the big fish jump out? ძალიან დიდი თევზია მოხდა ახლა იქ. დავედით ამ ადგილიდან, არო, let's go man. ხო, სამწუხაროდ არაფერი არ მაიდებს. დავთ ახლა სხვა ადგილს გავტესტავთ. იფო, აი მეგობრებო, ადიდებულმა წყალმა რა ქნა. არა და წლებია ამ ადგილზე დავდივარ და ესეთი რაღაც ჯერ არ ყოფილა, როგორც წელს იყო. მინიმუმ არის მაინც ერთობა, აგე. რაღაცებს აგროვებს, თავის პონჩია რა. ამ კატერებმა ტვინი წაიფეს, იმინა მე რამდენემ ჩაიარა უკვე. ჩაივლიან, ამღრევენ წყალს. აი ამ მიდამოებში არის მეგობრებო ძალიან კარგი ლოკო რა. ერთხელ კარპიც ყავს დაჭერილი, მაგრამ ალბათ სულ შემთხვევით, იმიტომ რომ მის შემდეგ აღარ დამიჭერია. ერთხელ დავიჭირე მხოლოდ კარპი. ლოკოსზე ვიყენებ shrimp-ებს. ნუ რავი, როგორც გითხარით, თუ 1000 ლაიქზე აუცილებლად იმას ვიზავ. ჩამოვალთ ერთი დღე. ერთი საღამო მე დაარო. და აი აქ ჩაუждებით. და ვითევზავებთ ლოკოზე. არის I'm fishing here, bud. Oh yeah, you forget about that, huh? ძალიან ცუდი ამბავი დაგვემართა მეგობრებო, მინდა გითხრათ. აი ესე აგვერია ეს. რატო აგვერია? იმიტომ რომ აი იმას გავარტყი, აგე. აი იმ პატარა ბუჩს გავარტყი. სათხოვ არა. არის მომცხორი გაიკეთეო. მადლობა რო. It's yummy, buddy. Thank you. მოკლედ გავხსენით მეგობრებო, მაგრამ ბევრი ჯოა გავწყვიტე. ასე რომ ეგ არის რაც არის. ნუ პრობლემა ამის ეს არის. თუ არიცი კარგად გამოყენება, თავიდან იწვალებ, მაგრამ თუ დაამოღამებ მერწმუნე, ძალიან მაგარი რაღაცაა რა. რატომ ხდება ასე, როდესაც კამერით წამოვალ ხოლმე სათევზაოდ, ანუ ვერაზოს ვერაფერს ვერ ვიჭერ ხოლმე რა. ხა არ ვიძახი რომ უკამეროდ სახეს ვაძრობ, მაგრამ უფრო კარგად ვიჭერ ხოლმე უკამეროდ ვიდრე კამერის დროს. ანუ წამოვიღებ კამერას, ჩემ ფეხები ვერაფერს ვერ ვიჭერ. დავტოვებ სახში კამერას და მაშინ იქნება ხოლმე კარგი თევზაობა. ია ვიცი. ახლა თავს კი არ ვიქებ, ახლა ვაიმე და მე ვარ და მაგარი ვარ მეთქი, მაგრამ პროსტა ტეხავს ხოლმე რა, მინდა რომ გაჩვენოთ რაღაცა თევზაობის თემები და ანუ აი ესე ხდება ხოლმე სულ.
არ ვიცი, ან ძალიან მონდომებული ვარ, ან ცუდ დღეს ვარჩევ ხოლმე, მაგრამ ამე ასეთ რაღაცებს სიმართლე გითხრათ არ უყურებ ხოლმე. და რა დღეა, რა მინდია ამებს თუ უყურე, ვერაზოს ვერ გამოვალ გარეთ და ვით შემნია ხოლმე, აი მინდა თევზაობა, ავდექი წავედი ვითევზავე რა, რაც არის ეგ არის. თან ეგერ არის ერთობა ეგერ. რავი, ასე სახშიც გაერთობოდა, მაგრამ აქ უფრო ერთობა. რავი რა, რაც არის ეგ არის. არა, ცოტა ხანი კიდე ვითევზავებ და ვნახოთ. ნუ ერთი იმით ვიმშვიდებ ხოლმე თავს ხოლმე ასე მდგომარეობაში რომ აი იქაც ხალხი იზეს. ვერც ისინი ვერ იჭერენ. აქ კატერებით არიან, აი ეგერ კატერით არ შემოსული ვერც ის ვერ იჭერს. და აი ხა ამ კაცს ვკითხავ აქ რომ მოდის და იჭირა თუ არა რამე. მაიდებს თუ არა რამეს. ანდა კაი ადგილია, იმინა ზუსტად ვიცი რომ აქ ბევრი ბასია. მაგრამ რა თქინდა, თუ ანკეს არ მოედო იყოს რა, რაში მინდა. არო. Let's go man. Down a little bit. How's it going? Catch anything? No? I gotta wait another, I guess another week. This will go down lower. Okay. Alright, sir, you have a good night. Too. ნუ აი როგორც აღნიშნე მარტო მე არ ვარ. ანუ რა გვითხრა ხამ კაცო. რაც უფრო დაბლა იწევს აქ წყალიო, მით უფრო მეტი ის არის. ანუ დინება რაც უფრო ნელდება, მით უფრო კარგი სათევზაო არისო. ნუ კარგია გავითვალისწინოთ ესეც. შევამოწმე დღეს წყლის სიმაღლე და დაბალიაო, როგორც წესი. ნუ ამ ზომაზე არის ხოლმე, მაგრამ ალბათ უფრო დაბალიც უნდა იყოს. არ ვიცი, ყოველ დღე აქ არ ვარ ხოლმე. Are you have fun time, buddy? Huh? No. Oh, because my hand is wet. 아니, რაღაც დავიჭირეო და დაიჭირაო ისა. ქვა. Right, Aro? Oh, ari men. Hop, boom, baby. Let me cast. You gonna reel it again? Yeah, you can reel it, buddy. Is it fun? Keep reeling. Faster. Yeah. You like it? Yeah. It's different, huh? Yeah. I actually like mine. Yeah? Yeah, this is a big fishing pole. სამწუხაროა, არა და მეგონა რომ მინიმუმ 1-2 წელს დავიჭერდი, მაგრამ ხო? არ არის რა წელს შემიტა წელი. ხო, სატყუარად შეუცვალე, ხო, უფრო აი ესეთი ფერი დაუყენე, გე? ესეც ორი. ნახოთ. მესამე გადაგდებაზე. არა, მესამე გადაგდება შევინახავ ქვევით გადავაგდებ. არაფერი. აი ესეთი სატყუარა დაუყენე, მაგრამ შედეგი იგივეა. Ja, ვიცი. Aro. This is the last cast. Lots of luck, Aro. Oh. Aro მისურვა ბევრი ისა. იღბალი. იმდენი იღბალიო, რაც არავისთვის ჯერ არ მისურვებიაო. ბაზარი არა, Aro. დავასრულეთ მეგობრებო თევზაობა. ეგ არა უშავს, ახლა წავიყვან Aro სახში, თუ არა. შეიძლება ჩაეძინოს გზაში და ეგ არ გვაწყობს რა. არა, Aro. You have fun time, man? There we go. Yay! Okay. Aro იმებს აგროვებს სილიკონებს რა, რაც გამიფუჭდა ანკეზე, Aro სააკ ყველა. აზარი არა. მოკლედ, ეგ არაფერი, წავიდეთ ახლა სახში და ხვალე დილით ბევრი საქმე გვაქვს. მოკლედ, ხამემშვიდობის ახლა, მაგრამ ვიდეო გრძელდება. და ლაიქი გამოიწერე არხი და დაველოდე გათენებას. 1 2 3 გათენდა. ახლა ნახე, დღე მეორე, რატო ვახსენებდი დღე მეორეს?
ახლავე აგიხსნით ყველაფერს. ჯერ ერთი რომ ამ მამალს რაღაცა უნდა ვქვა, ანზო რა ჩვენთან, ბარო ანზო. გამარჯობა, მოგესალმებით. ვაიმე რა საყვარელია. ო, შენ ნახე ბაჭიები. ნახეთ ახლა მეგობრებო, ეს ხედავთ როგორ ძირს და ეს როგორ მაღალზეა. მოკლედ იდეა იყო ესეთი, რომ ამისთვის რაღაცა შეგვეკრა, რომ მაღალზე წამოგვეწია. უბრალოდ სამუშაოდაც უფრო ადვილი იქნება, ახლა უნდა დაიხარო და ეს უნდა გააკეთო და ხო შეიძლება ასე აკეთო კაცმა რაღაცები. მოკლედ ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, გადავწყვიტეთ რომ ამ პრობლემისთვის მიგვეხედა. ხო და მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა, რასაც ახლავე განვიხილებ. ხო, რაც შეეხება ამ მამალს, ამაზე ჩვენ ისევ დავილაპარაკებთ. ხო და კიდე ერთი პატარა ჩასწორება, როგორც ხედავთ, ამას გადაფარებული აქვს მოკლედ ესეთი რაღაცა და ეს ესეთი მოტლეპილი იყო, ასე რომ ამასაც გადავაფარებთ მსგავს რაღაცას, ნახავთ რა ყველაფერს. აი მეგობრებო, მოვიფიქრეთ რა, უცებ გადავაწყდით. ანუ იდეაში ხო ეს უნდა აგვეშენებია, მაინც ეს ფეხები რა. ხო და ავიღეთ აი ესეთი ორი ცალი. აი ესეთი, ამას ახლა სავირე, ვირიშვილები. ხო და აი გავბოლტავთ ახლა, რომ გამაგდეს უფრო, გამყარდეს და ორი ცალი ეს აქით-იქით დაიდგმება. ანუ ამას ძალიან დიდი ძალა არ ადევს, მინდა გითხრათ, ასე რომ ძალიან მარტივად გაუძლებს ამ ყველაფერს, ასე მგონია მე. რა სიტყვენ ზორიკა შენ? კი, თავისთავად. მეც ეგრე მგონია. ხო, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, ნუ პირველ რიგში დამნაშავე იქნება ეს. მაგე ნათელი გაქვს თავში. ჯვარი წერია. სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება, ამას ახლა ერთად ნახავთ ყველა. აი ესე გამაგრდება მეგობრებო. ანუ აყვანილია, აი არ ვიცი თუ ხედავთ თუ არა, აი ამეებით არის დამაგრებული და ჩვენ ბოლტ იმას მივცემთ რა, რა ქვია ამას ანზო? შურუპებს მივცემთ, რომ უფრო მან პატარები გაგვეშვა. ჯერ ესენი დავამაგროთ. ანუ გვერდებზეც აი ამეებშიც თითო-თითოს გავუშვებთ სიმაგრისთვის რა და ეგ იქნება. ორი წაყოფა, იყოს. აი მეგობრებო, ასე გამოიყურება. ანუ ამას რო ვაშენებდით ასე, არ გვიფიქრია ჩვენ ამაზე. ეს მერე გვაქვს აშენებული, რომელიც ლოგიკურად უნდა შესულიყო შიგნით და შედის კიდევაც. უბრალოდ მერე რადგან მიწაზე ედება, ვეღარ გამოგვაქვს მარტივად. ასე რომ აი ახლა აი ეს კონკრეტული გააკეთებს საქმეს და მშვენიერ საქმეს. ხო, ცოტა დახრილი ახლა თარაზო შეიძლება არ არის მთლიანად გასწორებული, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, თავის საქმეს გააკეთებს ხუთიანზე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თარაზოშიც გავასწოროთ. მოდით ვცადოთ თარაზოში გავასწოროთ. ანზო, ნახე ძმა, ეს ფიცრები რო დაუდოთ აქითა მხარეს, აი ეს პატარა ფიცრები. აი ეს რო ამოუდოთ, აი ამას აქ ძალიან მარტივად გასწორდება შემდეგ. აჰა, გასწორდა თარაზოში უცებ. აი ესე მარტივად. ანუ რას გავს, იცი ეს, იმას გავს. რა ქვია, ბაბა-იაგა სახლები რო იყო. Andreshka, this look like Baba-Yaga house. You know which one I'm talking about? The house have the chicken coop have the legs? Oh, yeah. They look like it. ხო, რავი, ესია რა. ხო შენ, ახლა გადავაფარებთ კრიშას ამას. აი როგორც აქ არის. და მე საბოლოო შედეგს განახებთ. მაგრამ აქ რაღაცა მოხდება დღეს. რამდენი? 3, 4? ხო, What? You have to see this. What? It's the weirdest thing I've ever seen. What is that? ეს რა არის? I've never seen that before. What is it? Oh, you There's something walking on my head, Aya. It's an ant. ეს რა არის ანზო? მაგი იმის ბაღანა. What is that, Daddy? ვისი? Looks like a lizard or something. Is it a frog? He's dead. Kid, yeah. It's a bug? Arias. Chicken. Man. Man welcome. სადა? ხო, ანერგაში მასწავლა, ამოგონულია მაგრამ. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ ეს ამბავი, მე თავს არ მოგაწყენთ, მოკლედ აი ესე გამოიყურება.
გადაიხურა საკაიფოდ, ლამაზად, აი აქ ცოტა შეუღუნეთ, რომ რამე თვალი ან რამე არა მოვიგდოთ. აი ესე გამოიყურება რა, მე ვფიქრობ, ამ ფასად ნანახია. ხო, ცოტა თარაზოში მაინც არ არის ბოლომდე გასწორებული, მაგრამ რაც არის ეგ არის რა. საქმეს აკეთებს, მოკლედ. ბაჭია მოისაქმა ბაჭია მოისაქმე ბრატ. აგერ ჩამოიყრება ყველაფერი, ნაგავი და უფრო ადვილი იქნება გასაწმენდად. ასევე ამ წყერს დღეს დაერხება ანზორას გამომასპინძლებით ამ წყერით. ბევრმა თქვენგანმა დამიწერეთ კომენტარებში, რომ ამ მამალს ერთადერთი გზა თუ გინდა რომ შენს დაისვენო და მეზობლების დაასვენო, არის ის რომ თავი მოაძრეო. მოკლედ ძალიან ვეცადე რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ანზორის დამეთანხმება აგერ. ხო დამეთანხმები ანზო? კი, მაგრამ მე მეორე გზას ვიცი. აბა შენ რო იცი ეგ გზა? ეგ მე მგონია რომ არ ივარგებს. ანუ იდეა რა იყო? ენა ამოვაჭრათო, მაგრამ უნდა ვაწამოთ ყველა მამალი და ჭამოთ ხო ჯობია. თან არაფერ საქმეს არ მიკეთებს, მეგობრებო. ანუ თითო წიწილა რო იყიდო ღირს $5, ხვდებით? ანუ მეტი არაფერი, ანუ წიწილების გამრავლებას მე არ ვაპირებდა. აი ტყუილა ყივის ეს მამალი რა პონტია. ამიტომ ამ მამალს მე და ანზორა, ანუ მე და ანზორა შეავს გულის ხო, მე დავიჭერ. ანზორა მე იცით რასაც უზავს? რამდენად შევძლებ თუ არა მის გაკეთებას? ახლა ნახავ შენ. ხო, რას აკეთებს ანზორა? რას აკეთებს მეგობრებო და ორი ცალი მწყერით სუნთ მდგომარეობაში იყო. ერთი აქ ყავდა ცალკე მამალი. ანუ რამდენი შიგნით შეუსვი, იმათ იმდენი გალახეს და ამიტომ ეს кейჯი მჭირდებოდა, ამიტომ ჩავაბარეთ წარსულს და რა შეეხება მეორე სხვა ბობუაითი ქვია მოკლედ ამ მწყერებს. ერთ-ერთი ყავდათ გაგდებული, ამოთვალწუნებული და ამიტომ მასაც მოვაჭერით კისერი. აი ესე რა, ანზორა პუტავს ახლა. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ეს დღე ჯერ დასასრული არ არის. ვიღაცას კიდე არ აცდება დანა კისერში, თუ როგორც არის რა. რა არის მორალი მოკლედ ამ ამბის? გაჭმევ, გასმევ, გიფრთხილდები. აი ესე პატარა იყავი რო გაგზარდე. და ახლა რო დამინახავ, უნდა მეჩხუბო? უნდა მეჩხუბო და აგერ მყავს კაცი მოყვანილი და მიხედავს მაგას. ნახოთ ვინ ვის ეჩხუბება. გაიგე შენა. რომელიც გაგაბრაზებს ამის ახალაში. ხო, რომელიც გამობრაზებს და უძახებ აგერ ანზორიკას და ლაწან ლუწუნ. აბა ამაშია საქმე. იკივლოს, აი ბოლო გაკივლება არის რა, ამის ბოლო გაკივლება. ამილა დანა არის, მუსისხლოდ მომჭრით. მუსისხლოდ ჭრის ანზორა თავს ყველაფერს. აბა 4 ცალი მწყერის ლიკვიდირება უგვიწია. რატომ? ახლა სანამ დამიწყებ იმას, რომ აი შენ მწყერის მკვლელო და ამბავი საქმე. მოკლედ, ერთი ჯიში რომელიც ყავდა 7 დედალი და 3 მამალი. ანუ ეს 3 მამალი ისე შვებოდნენ, რომ ამ დედლებს მოკლედ კარგი დღე არ ქონდათ, იძულებული გავხდით ერთი დედალი მოგვეკლა, იმიტომ რომ სასიკვდილო პირას ყავდათ მიყვანილი. თან გამრავლების თვალსაზრისით ერთ მამალზე დაახლოებით 10 დედალი უნდა იყოს, რაც ჩვენ არ ყავდა და იძულებული გავხდით მოკლედ მოგვეკლა 2 მამალი და ერთი დედალი, ერთი ჯიშიდან ბობუაითისგან და აი ამ თეთრი მწყერებისგან მოვკალით მხოლოდ ერთი მამალი, რომელიც აი ამ ხელა кейს ტყუილა იკავებდა. გავტრუსეთ, გავალამაზეთ, ახლა ანზორიკა გამოშიგნავს ამას და მე ალბათ ტაფაზე მივცემთ და ეგ იქნება და ეგ. მაგრამ ჯერ ამით ეს ამბავი არ დასრულებულა. მოგწონს თუ არ მოგწონს, როგორც კომენტარებში დამიწერეთ. დროა რომ გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია, მოკლედ. რუდი ბუდიში. ხო, ბავშვებმა ამ მამალს რუდი დაარქვეს. წუხვარ, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. დავიჭიროთ რუდი. მოდი რუდი. ახლა გახდა ანგელოზი. ნახე, ახლა კი არ გამოდის გარეთ. When he comes out, black. ხო, ახლა არ გამოდის გარეთ. ო, ახლა შეშინებულია. We need to protect the girl. Oh, come on! მე მგონი გეფიცებით იგზნო, რომ დასაკლავად ვამზადებთ და უკვე აღარ გამოდის გარეთ. You got the He knows. Maybe. ნო ხახა მაგირო უნდა დავფლათ და გაიფორცე არ ექნება. აი გარი. დავიჭირეთ რუდი. Oh my gosh. Sorry, Rudy man. I need this on video. Rudy boy! Rudy boy! Rudy boy! Alright, can you hold it for a second? Yes. I want to see Rudy boy. I'm double recording. You do? Rudy boy! Is Rudy dead yet? Oh, you're still working on it. Is he dead? No, not yet. Okay. Anzo, გამოვართვი იმას კამერა. Now he's being so nice. You think? ეგ არის. მოკლედ, რაც იქნება, ეგ იქნება. წავედით და უქნათ ის, რაც უნდა უქნათ. ანზო, მზად ხარ ძმა?
გულწრფა უნდა ძმა, მე ყოველთვის თუ არა, თუ არა, თუ კი, კაი მე ვერ გიყურებ. ანდა მიდი, დავай, წავიდა. დავай. მოგლენ მეგობრებო, გავაკეთეთ ის რაც უნდა გაგვეკეთებია. ამით ეს ვიდეო დასრულებულია. Aru, are you sad man? Yeah. No, don't be sad. I am. No you're not. No you're not. Yes, I am. No you're not. Yes, I am. მოგლეთ. მადლობა მეგობრებო, რჩევებისთვის. ხო ხედავ როგორ ვითვალისწინებ თქვენს რჩევებს. ახლა წავალთ გავფუთავთ მოკლედ ამ ქათამს და მე ვივახშმებთ ამ ქათმით. Do something. Yeah, what do you want to say? Moglet. Huh? Moglet. მოკლედ? Uh-huh. ო, დამიმუღამა რომ ყველა სიტყვაზე მოკლედს ვიძახი და აი დამცინს. წავედით. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერე არხი და ლაიქე ვიდეო და არ იცი რა, მომავალ კვირაში რა ვიდეო დაიდება. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ყველას კომენტარებისთვის და ეგ არის და ეგ. მორჩა. წავედი. Peace amigos.